სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. თითქოს ახალგაზრდა სამრევლო ვარ და ახალგაზრდა ტაძარია, ასე ვთქვათ, მაგრამ უკვე მრავალი წელი გავიდა. რაც ჩვენი ტაძარი არსებობს, გულისხმობ მრავალი წელი ერთი ადამიანისათვის. ანუ ერთი თაობისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტაძარმა თაობის გამოცვლა უკვე მოასწრო კიდევაც გარკვეულწილად. დღეს უამრავი ახალი ადამიანია ტაძარში. დღეს ჩვენი ტაძრის კურთხევის დღეა. რა თქმა უნდა, ყველაფერი არა თუ ქვის ტაძარი, თავად ღმერთიც კი ადამიანის გადასარჩენად განკაცდა. ასე რომ, როდესაც ვიტყვით, რომ თავარი ადამიანია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სიწმინდეს ხაზი გადაუსვა და მისი მნიშვნელობა უარყოთ. მე მახსოვს, ჩემ პირად განცდას გიყვებოდით, როცა ტაძარი აკურთხა ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ. რამდენიმე წელი ჩვენ ისე მწირავდით, იმიტომ რომ არ იყო მოწესრიგებული და ტაძარი რო იკურთხა, მე მახსოვს მეორე დღეს ტაძარში კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდი. და ეს გრძელდებოდა კარგა ხანს, ერთი და ორი დღე არა. მოვფრინავდი ტაძარში. რამე თუ მეგულებოდა ნაკურთხი ტრაპეზი, თავისი ფარველი ანგელოზი თურთ და ჩემში შინაგანად ეს იყო პირადი, შეიძლება სუბიექტური განცდა იყო, მაგრამ როცა ჩვენი სუბიექტური განცდა თანხმედრაში მოდის საღვთისმეტყველო სწავლებასთან, ის უკვე ნამდვილია. და ჩემთვის გაცოცხლდა წმინდა ტრაპეზი და ვეფერებოდი წმინდა ტრაპეზს, იმიტომ რომ ის ცოცხალი იყო, მას ფარველი ანგელოზი ყავდა. სხვათაშორის მართლმადიდებლები ვართ ისინი, ვისაც განსაკუთრებულად საკრალური დამოკიდებულება გვაქვს ტაძრის მიმართ. ემიგრაცია არის ჩვენი უცხოეთში და ვიცით, როგორ ქირაობენ სხვადასხვა დენომინაციის, ქრისტიანული დენომინაციის ტაძრებს ქართული სამრევლოები. ყიდულობენ, იმიტომ რომ ვიღაცები ყიდიან, გესმით? და ზოგ შემთხვევაში ქირაობენ. ამას არასოდეს აკეთებენ მართლმადიდებლები. ანუ მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა იურისდიქციისაც, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის წარმოუდგენელია ესე იგი ტაძრის გაყიდვა ან გაქირავება. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მას საკრალური დატვირთვა აქვს. ის კი არა ესეთი სწავლებაა, რომ ტაძარი რომც დაინგრეს, იქ ფარველი ანგელოზი მუდამ რჩება და მარადიულად რჩება იქ უფლის დაბრუნებამდე. ამიტომაც, ოდესღაც სადაც ტაძარს უარსებია, ის ადგილი ყოველთვის წმინდაა და ყოველთვის საკრალურია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხო ესეა, ეს არის მოცემულობა, ხო, მიწა და ზეცა ერთდება, ევქარისტიული მსახურების დროს ერთდება. ეს ხდება იქ და ეს წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება, რომ ადგილი არ განიწმინდოს. ის ადგილი, სადაც ეს ხდება. გაბრიელ სალოსი, ჩვენი მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ეკლესიაში მტვერიც კი განწმენდილია. მტვერიც კი განწმენდილია. წმინდა პორფირი კავსოკავილელი ამბობდა, რომ წმინდა ადგილებში, რომ თქვა მოსალოცად რო წასულა სადღაც იგივე იერუსალიმში და სხვა ადგილებში, ამბობდა, რომ არიან ადგილები, რომელიც განწმენდილია და ის რომ ამბობდა, რომ მე ამას განვიცდი, ის იყო აბსოლუტურად სანდო, იმიტომ რომ ეს იყო ღმერთშემოსილი ადამიანი, ღმერთივით ადამიანი იყო, განხრთობილი ადამიანი იყო. და ის გრძნობდა და ადგილი დიახაც ადგილი განიწმინდება. ესეც რა, განა ჩვენი ღვთისმეტყველება არ არის, აბა რატო ჩავიდა ქრისტე წყალში? განა თვითონ იყო ნათელი თვითონ იყო, რანათ ღმერთია. ის ჩავიდა წყალში, განწმინდა წყლის და მთელი სამყაროს განწმენდის აქტი შეიძლება ასე ითქვას. რა თქმა უნდა, არსებობს იერარქია ღირებულებების და რა თქმა უნდა, ამ იერარქიის სათავეში ადამიანი დგას. გესმით, ადამიანი დგას. ადამიანი როგორც ახალი აქტმის ადამიანი, როგორც ტაძარი ღვთის იერარქიაში უმაღლესი ადგილი აქვს და ადამიანს იერარქიაში ესეთი ადგილი უკავია, რომელიც ანგელოზებზე, სერაფიმებზე და ქერუბიმებზე მაღლაც კი არის. აბა ღვთისმშობელი ვინ არის და ის ხო ჩვენს წინამორბედად შევიდა იქ, სადაც ჩვენ გველოდებიან. მაგრამ შეხედეთ ჩვენ რას წარმოადგენთ. რას წარმოადგენთ, რომ არ გქონდეს ტაძარი, რომელიც არის ეკლესიის სახლი, ღვთისმეტყველები ესე უწოდებენ. იგივე მამა ემილიანე სიმონა პეტრის წინამძღვარი ასე უწოდებს. ეკლესიად ვიკრიბებით, ანუ ეკლესია ქრისტეს მისტიკურ სხეულად ვიკრიბებით, როცა ევქარისტიულ მსახურებას აღვასრულებთ და ტაძარი არის სახლი ეკლესიისა. ესე ინება უფალმა, ეს არის საღვთოგანგებულებით, ესე მოხდა. თავარი პრობლემა რელიგიური ადამიანისა რა არის ზოგადად? თავარი პრობლემა რელიგიური ადამიანისა არის ქრისტეს ვერ დანახვა. ვერ დანახვა და ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ასე დროს საკუთარი სიმართლით
საკუთარი ნებით, საკუთარი სიკეთეებით, საკუთარი ღვთისმეტყველებით შეპყრობილი ხდება. ყველაფერი საკუთარი. დღეს თანამედროვე დიდი მოღვაწეები ერთ რამეს ჩივიან ძალიან სერიოზულად, რომ თანამედროვე საღვთისმეტყველო სკოლები, რომელიც თეოლოგებს უშვებენ, სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ შეიძლება იყოს უზადოდ განათლებული, ხო გითხარით, ყველაფერი წერი, აი ხო ადრე მithქვია, ხო შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელმაც უზადოდ იცის, თქვათ, ანტიკური ფილოსოფია, ან გერმანული ფილოსოფია. ისე ბრწყინვალედ ზეპირად, რომ თვითონ ფილოსოფიის დამწერმა არ იცოდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სოკრატეა, ან არისტოტელეა, ან კანტია, მაგას ხო არ ნიშნავს. ან იმის შესაბამის სოფხედელობით ცხოვრობს. ასეთივე სოფხედელობაა, თეოლოგია, ფილოსოფიასთან ახლო ამ კუთხით და შეიძლება ადამიანმა ზედმიწევნით იცოდეს ულამაზესი მოძღვრება, დოქტრინა, მართლმადიდებლობისა და რამე, და არც არაფერი. თუ ფილოსოფიის შემთხვევაში არაფერს ნიშნავს ეს. ქრისტიანობის შემთხვევაში, როცა შენი ცოდნა და პირადი გამოცდილება თანხმობაში არ არის, თანხმედრაში არ არის, შენ უკვე ფარისეველი ხარ. რაც ძალიან საშიშია და რაც ყველა ჩვენგანს ემუქრება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. და აი დღესაც აღმოვიკითხეთ მარკოს მახარებელთან. გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიება მისთანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცი და გამოსდიდნენ მას და ფარისეველი ყველაზე მთავარი თვისება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქრისტეს ვერ იტანს. ის საკუთარი სიმართლით უყურებს, როგორც თვითონ ფიქრობს, ეგეთი უნდა იყოს და ეგეთი არ არის ქრისტე. არ არის ესეთი ქრისტე. მეცას გეტყვით, გონი ისააკასური სიტყვები მოგიყვანეთ, ხო, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ცხოვრობს, ღრმა სიბერემდეც რო იცხოვროს, სწორი ცხოვრებით. სიცოცხლის ბოლომდე ეძიებს თუ რა უნდა ღმერთს, რა არის ნებახთვის, ანუ ბოლომდე არ იცის ქრისტე როგორია. ეს არის მუდმივი გამოძიების საგანი. და თუ შენი სიმართლით ზომავ, რომ ქრისტე ასეთი უნდა იყოს, რა თქმა უნდა ვერ იცნობ მას. და რატო ითხოვენ სასწაულს? რა არის სასწაული? ნიშანი მოგვეცი. აი გიყურებთ, გვესმის, ლაპარაკობ, გავიგეთ რა, ბრმას თვალი აუხილა, იქ მიცვალებული აღადგინა, იქ რა მოხდა, 1000 რამე მოხდა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ისეთი ნიშანი მომეცი, სასწაული ამ შემთხვევაში ნიშანის სინონიმია. ისეთი ნიშანი მომეცი, მე რომ მივხვდე, რომ ღმერთი ხარ. და ქრისტე აკეთებს ყველაფერს და ყველაზე მთავარს აკეთებს, სიყვარულით ანათებს. ჯვარცმულმა ავაზაკმა როგორ იცნო ქრისტე? გონება მიუწვდომელი მიმტევებლობით, რომ მიუტევებ ამბავ არ იცი რა საკეთებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩემთვის. მე ჩემი სიმართლე მაქვს, გახსოვს, არაფერი არ დაუშავებიაო პილატე იძახის და კაცო ჩვენი ჟული გვაქვს და ჩვენი ჟულის მიხედვით ეკუთვნის მაგას სიკვდილი. მე ჩემი სიმართლე მაქვს. შენ კი რაღაცებს აკეთებ, მაგრამ მე უნდა მივხვდე, რომ შენ ღმერთი ხარ. მაჩვენე ისეთი ნიშანი მომეცი, რომ მე მივხვდები და არ არსებობს ფარისევლისათვის ნიშანი, რითაც ის ქრისტეს იცნობს. გესმით, არ არსებობს ფარისევლისათვის ნიშანი, რითაც ის ევქარისტიის დროს მიხვდება, რომ ქრისტე აქ არის. აქ არის ქრისტე, როცა ეზიარები. ეგეთი ნიშანი არ არსებობს. რელიგიური ადამიანი ეზიარება, მაგრამ მისთვის ქრისტეს ვერ ხედავს. გესმით რა შეასაქმე. ამიტომაც ნიშანი მომეც, სასწაული მინდა რაღაცა და გეუნებით სარო გაიხსნას. ფარისეველი მაინც ვერ იცნობს. თუ რაღაცა უცებ შეუტოქტება გული და დაიხურება მისთვის ყველაფერი ისე. და აი აქ უფლის სიტყვები სულით ქნა, სულითა თვისით, აი ამოიოხრა უფალმა. აი იმას რო ეუბნება ბავშვის, ავტყოფი ბავშვის მამას, რომ დემდე ვიყო თქვენ, ამოიოხრა და თქვა, რა იარს ნათესავი ესე რამე თუ ეძიებს სასწაულს, ნიშანს ეძებს ჩემგან და ნიშნის მეტი რა მოგეცი. და მე ამბობს, ამინ გეტყვით თქვენ, არა ეცეს ნათესავს ამას სასწაული. როცა ადამიანი ზედაპირულად კითხულობს, ვიფიქრებს, რომ კაცო ეჩვენებინა სასწაული და მოექცეოდაო. საქმეც მაგაშია, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ეს მისთვის არ იქნება სასწაული. ლაზარე რო აღადგინა მკვდრეთით, ფარისეველებმა მოდი ლაზარეს მოუკლათ. იმიტომ რომ ლაზარე თუ ცოცხალი დარჩა, ხალხი ირწმუნებს, ხალხი მისდევს. და რო არ მისდიოს, უნდა მოუკლათ ლაზარეს, გესმით? და მე ამბობს,
ყველას მათეუნება და ჩვენ ყველას ამცნებდა იესო და ეტყოდა იხილეთ, ანუ გამოფხიზლდით, გაიაზრეთ, დაინახეთ, იხილეთ და ეგრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და ცომისაგან ჰეროდიანთასა. ეს ჰეროდეს სამეფო კარი, სადაც ვითომ ჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებლები რო იყვნენ და სინამდვილეში ჰედონისტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. განმარტებაა, ხო, ეს არის მოძღვრება, ფარისეველთა მოძღვრება, რომელიც არის ზედმიწევნითი რელიგიურობა შეიძლება, მაგრამ ქრისტეს დანახვის უნარობა. იმიტომ, რომ ღვთისნებას კი არ გამოეძიებენ საკუთარი სიმართლით, საკუთარი ზნეობრიობით, საკუთარი ღვთისმეტყველებით შეპყრობილი ხდება ადამიანი. და ადგილი აღარ არის მასში, რომ ქრისტე დამკვიდრდეს. და აი, პავლე მოციქულის დღევანდელი სიტყვები ერთგვარად კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, რომ დავინახოთ, როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ ეს არ დაგვემართოს. და აი დღეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ესეთ რამეს ვკითხულობთ. ქრისტე ისია მამის სახლში, ქრისტეზე ამბობს, ქრისტე ისია მამის სახლში, როგორც ძე, ხას უსვავს, რომ ძე არის. ძე ამ სიტყვის დიდი გაგებით, ესმით? ამ სიტყვის დიდი გაგებით და ახლა აქ საოცარ რაღაცას ამბობს. ანუ ქრისტე არის მამის სახლშიო ამბობს. როგორც ძე და უცებ ხო ზეცაზე საუბრობს, ხო? ძე გამოვალს მამისაგან, ხო? როგორც გონები და ჩვენი გონებიდან სიტყვა გამოდის. ძე გამოვალს, როგორც მზიდან სხივი გამოდის. და ესე იგი, მამის სახლში არის, ქრისტე არის შიგნით სახლში, როგორც ძე, ანუ ძე მემკვიდრე, ანუ სრული ძალაუფლების, თანაძალაუფლების მქონე მამისა. და უცებ ხო ზეცაზე საუბრობს და უცებ ესეთ რამეს ამბობს. ჩვენ კი მისი სახლნი ვართ. გესმით, უცებ ჩამოგიყვანა აქ და გეუბნება, რომ სახლი, რომელშიც ასევე ძე ცხოვრობს, ეს ახარ შენ ადამიანო, ჩვენ მისი სახლი ვართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი როცა მისი სახლი ხდები და უკვე შენი სიმართლე, შენი მათ შორის ღვთისმეტყველება, ყველაფერი შენი ჯული გვერდზე გაიწევა, მაშინ უკვე აი აქ კვდება ფარისევლობა. აქ ხდები ნამდვილი უკვე. როგორ უნდა გავაგრძელოთ ესე თუ ჩვენ მისი სახლი ვართ? და რა შემთხვევაში ვჩებით მისი სახლი? თუ ბოლომდე მტკიცეთ, შევინარჩუნებთ და რა შევინარჩუნებთ? გამბედაობას, ანუ სიმამაცეს. და სულიერ ცხოვრებას ჭირდება სიმამაცე. სიმამაცე ჭირდება. პირველ რიგში საკუთარ ეგოიზმთან დაპირისპირებისა. საკუთარ თავზე უარის თქმისა. გესმით, საკუთარ თავზე და საკუთარ თავში პირველ რიგში იგულისხმება საკუთარი სიმართლე. და სასოების სიკადულს შევინარჩუნებთ. იმედის სიკადული მაქვს და სიკადული მაქვს, იმიტომ რომ იმედი და იმედი თავად ქრისტეა და გესმით, ეს სიმტკიცეს აძლევს ადამიანს. როგორც სული წმინდა ამბობს, აგზელებს პავლე მოციქული, დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიტყვებს იმეორებს, მათ შორის მე დავით მეფსალმუნის სიტყვებსაც. ანუ ნუ გაიქვავებთ გულს, როცა ღვთის ხმას ისმენთ. ჩვილი გული ჭირდება, ჩვილი, რომ ის თესლი, რომელიც ღვთის სიტყვა ჩავარდება, ნაყოფი გამოიყოს. და მე იხსენებს პავლე მოციქული, როცა უდაბნოში დადიოდა ებრაელი ერი, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც მცდიდენმე თქვენი მამები, გამომცდიდენო მეო. გახსოვთ ხო, როგორ აწვალებდნენ მოსეს, თუ ესე იგი ღმერთი ჩვენთან არის, აბა ეს რატო ახლა იქ ხორცი მოგვენატრა, იქ წყალი აღარა გვაქვს, ახლა ეს ფარაონი მოგდევს და ასე შემდეგ, სულ მუდმივად ზღვაში გაიარეს, წარმოიდგინეთ, ზღვა გაიპო, გაიარეს, რეები არ ნახეს და მაინც სულ ურწმუნოებაში და სულ სასწაული უნდათ, სულ ნიშანი უნდათ, ოღონ ისეთი, რომელიც მათ ესიამოვნებოდათ. თუმცა ხედავდნენ ჩემს საქმეებს 40 წელიწადს ხედავდნენ ჩემს საქმეებს და მაინც გამომცდიდნენ. ამიტომ განვისხდი თაობაზე და ვთქვი, მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა. ვერ შეიცნეს ჩემი გზა. ანუ ცდებიან გულით, ეს გულში ამ შემთხვევაში როგორც ხშირად ამბობთ, ჩვენი თავარი, არსი, ანუ ჩვენი მისტიკური სიღრმე, შეცდომით, ანუ აცდენილია, ღვთისნებას აცდენილია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მანანა მოდის ყოველ დღე და ეს მანანა, რომელიც საჭმელის გინდა იმის გემოს იღებს, თან საოცარია, ესე იგი, სასწაულია პირდაპირ, ხო? არა, მაინდა-მაინც შემწვარი ხორცი გვინდა და მე იცით რა მოყვა ამას და ასე შემდეგ.
სასჯელები მოდიოდა მე შესაბამისად. და ეს შეცდომა, გულისმიერი შეცდომა არის ჩვენი მისტიკური სიღრმის, მისტიკურ სიღრმეში რაც არის ეს საიდუმლო კავშირის შესაძლებლობა ღმერთთან, სადაც არის იმისი არასწორი მოქმედება. ეს არის საიდუმლოებრივი, ეს არ არის ლოგიკური აპარატი. ამიტომ მისი ესე შემოწმება, თქვათ, სწორად ვაზროვნებ თუ არასწორად, იოლი არ არის. ადამიანმა უნდა ისწავლოს ღვთისნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება, რომ ნელა დაინახოს ის გული რა მდგომარეობაშია, რომ არ შეცდეს. ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, ღმერთის სიტყვა, ღვთის სიტყვა გრძელდება. ვერ შემოვლენ ისინი ჩემს განსასვენებელში. განსასვენებელი, ეს არის მე-7 დღე, მე-7 დღეს განისვენა, დაისვენა, საქმეები აკეთე 6 დღე, მე-7 დაისვენა. ამ დასვენებაში შესვლა, ანუ ეს არის ღმერთთან მყოფობა და მომზადება მერვე დღისათვის. ანუ ამ ცხოვრებაში, სანამ ცოცხლები ვართ, უნდა შევიდეთ ამ მე-7 დღეში, ამას ქვია შაბათობა, შაბათი არა დღის გაგებით უკვე, არამედ დასვენების დღე, განსვენების დღე, როდესაც წყდები ამ სოფელს, მთლიანად ღმერთში გადაბარგდები, ჯერ კიდე ხორცში მყოფი და ემზადები მერვე დღისთვის. და თუ ამ მე-7 დღეს არ შეხვედი განსასვენებელში, უფლის განსასვენებელში, რომელიც სასუფევლის წინა გემოსხილვაა, რა თქმა უნდა, ვერ შედიხარ მერვე დღეში. გაფრთხილდით ძმებო, აგძელეს პავლე მოციქული, ვინმეს თქვენგანს არ კონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, ანუ აცდენილი გული არის ბოროტი და ურწმუნო გული. და ძმებო ეუნება, ანუ ქრისტიანებს ეუნება, ანუ მორწმუნეებს ეუნება, ანუ მაზიარებელ ადამიანებს ეუნება. ბოროტი და ურწმუნო გული არ გქონდეთო, რათა არ განუდგეთ ცოცხალ ღმერთს, ანუ თქვენი რელიგიურობა არ დარჩეს რელიგიურობად. აქ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ მასთან, ცოცხალთან კავშირი გქონდეს. არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველ დღე, რათა რომელიმე თქვენგანს შეაგონეთ, ანუ დავეხმაროთ ახლა ერთმანეთს, დავეხმაროთ. რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს, ყოლავ გულზე აკეთებს აქცენტს. გული არ გაუქვავდეს რითი? ცოდვის საცდურით. ცოდვა აუცილებელი არ არის სასიკვდილო გარეგანი რაღაც ჩაიდინო. ცოდვა, ანუ ღვთისნებასთან თანხვედრაში რო არ ახარ, აი იმით არ გაგიქვავდეს გული. ითქმის დღეს, როდესაც მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულსა თქვენსა, როგორც წვინვისას. კვლავ პავლე მოციქულმა ხო თქვა ჯერ, ნუ გაიქვავებთ გულსო. მერე იხსენებს, ესე იგი ისევ წინასწარმეტყველებას, როგორც იქ წერია ძველ აღთქმაში. ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც წვინვისას, ღვთის მიმართ გაიქვავებდნენ გულს ის ებრაელები 40 წელიწადის განმავლობაში იქ და ასევე ჩვენს უნდა გვემართება. ვინ იყო რომ მოისმინა და ტვინავდა? ესე იგი გული ქვავდება, როდესაც ტვინავს უფალი ღვთისგანგებულების მიმართ. არ მოსწონს რა ღვთისგანგებულება. რაღაც ისი არ ხდება, როგორც მე ვხედავ, როგორც მე მინდა. ანუ არ ვენდობი ღმერთს და იწყება რტვინვა. რო იწყება რტვინვა, გული ქვავდება და ხდება ურწმუნო და დახურული და შეცდომილი ღმერთის წინაშე და დახურული ღვთისათვის. და რტვინვას რო ახსენებს, მე პავლე მოციქული კვლავ იხსენებს მათ. ვინ იყო რომ მოისმინა და რტვინავდა? ანუ რა ხალხი იყო ის, ვინც რტვინავდა? ეს ყველა ხომ იმათაგანი იყო, ვინც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტიდან. აქ გვახსენებს პავლე მოციქული, ეს ხალხი რო რტვინავდა. ვიღაცა ის წარმართი ისინი კი არ იყვნენ ეგვიპტელები. ეს ის ხალხი იყო მოსემ რო გამოიყვანა, საოცრებები ნახეს, ღმერთის ხელი ნახეს, ყოვლადძლიერი, ეს ის ხალხი იყო და მაინც რტვინავდნენ. მრისხანებდა ღმერთი 40 წლის განმავლობაში. რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდა ბოლოს, ვინ იყვნენ ეს ხალხი? ვის დაუფიცა რომ ვერ შევიდოდნენ მის განსასვენებელში? ვის მიმართ თქვა ღმერთმა რომ ჩემს განსასვენებელში ვერ შემოხვალთო და პავლე მოციქული სვავს დიაგნოზს, ვის და ურჩებს. ანუ ურჩები იყვნენ. კვლავ და კვლავ ურჩი რას ნიშნავს? ღვთისნების საწინააღმდეგოდ მაცხოვრებელი. და ვხედავთ რომ ვერ შეძლეს მათ შესვლა ურწმუნოების გამო, ანუ ურჩი, ანუ ღვთისნებასთან თანხვედრაში რო არ ცხოვრობს ადამიანი, ანუ არ გამოიძიებს რა უნდა ღმერთს, რა გინდა უფალოშეთ, რა ვთქვა, რა მოვიმოქმედო, როგორ მოვიქცე, როგორ შევხედო, როგორ აღმოვთქვა, როგორ გადავწყვიტო, როგორ დავგეგმო, ამას თუ არ ვაკეთებ, ვარ ურჩი და პავლე მოციქული აგზელებს, ვერ შედიხარ, იმიტომ რომ ურწმუნო ხარ, ანუ ურჩი
ღვთისნების არ გამომაძიებელი არის ურწმუნო ადამიანი. აი ესე ხდება, ადამიანი ეკლესიაში არის და არის ურწმუნო. არის ურწმუნო. ამიტომ გვეშინოდეს, რათა ვიდრე რჩება მის განსასვენებელში შესვლის აღთქმა, მის განსასვენებელში შესვლის. ჯერ დრო არის, სანამ გარდავიცვლებით, ჯერ კიდე გვაქვს სანამ გარდავიცვლებით, გვაქვს დრო, რომ მეშვიდე დღეში, ანუ ღმერთის განსასვენებელში, ღვთის ნების მყუდრო ნავსაყუდელში, როგორც ლიტურგიურ კოლოსებში კითხულობთ, შევიდეთ. ვიდრე ეს დრო რჩება, ფრთხილად გვეშინოდეს, რომ ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული და მერე კარებზე რეკვარ და დაიწყოს და განგვიღეუფალო და იქიდან გვესმის არ გიცნობთ მოქმედნო უსჯულოებისანო. გახსოვთ ეს ძალიან საშინელი სიტყვები ღვთისა. რადგან ჩვენს გვეხარა, ნახეთ ეხლა რას ამბობ. ჩვენ გვეხარა, ქრისტიანები ვართ, მაგრამ მათაც ხო ეხარათ მოსეს მიერ. ისე როგორც მათ, ჩვენს გვეხარა როგორც მათ, მაგრამ ის რომ მათ ეხარა მოსეს მიერ და ამხელა ეგვიპტის სახელმწიფო აღმოჩნდა დაჩოქებული რა მათ წინაშე, ხო? რა საოცრება მოხდა. ეხარა რომ მე ვარ ღმერთი თქვენი მამაპაპის აბრაამის და მოვედი რომ გამოგიხსნათ. ეს ეხარათ, დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ მათთვის არ მოუტანია სარგებლობა მოსმენილ სიტყვას. გესმით? არაფერი სარგებლობა არ მოუტანია. ისინი მაინც დაიღუპნენ. რადგან არ შეერწყა ის, ანუ ეს სიტყვა, ღვთის სიტყვა, რომელიც გაიგეს, არ შეერწყა მათ, ანუ მსმენელთა რწმენას. და აი აქ არის ეს საიდუმლოება ქრისტიანისა. ჩვენ მხოლოდ იმას ვიღებთ, რაც ჩვენ შიგნით არსებულ რწმენას შეერწყმება. ამიტომ თუ ჩვენი რწმენა ჯანსაღი არ არის, თუ ის არ არის ნამდვილი, როგორ წიაღშიც არ უნდა ვიყოთ. როგორი წმინდა მოძღვარიც არ უნდა ყავდეთ. აი გუშინ წაგიკითხეთ პორფირი კავსო-კავილელისადმი წერილი მისი სულიერი შვილის, ეგრეთ წოდებული სულიერი შვილის. პავლე მოციქული, იოანე მოციქული, დიდი წმინდა, თავად ქრისტეს მოწაფე იუდა, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ შენი შინაგანი ამას გარეგანს არ შეერწყმება და თანხwebdriver არ მოხდება. ესე იგი ვერ შედიხარ იმ სიმშვიდეში, განსასვენებელში უფლისა, რომელიც არის წინაპირობა, აუცილებელი წინაპირობა მარადიული მერვე დღისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.